და ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ აპირებს ამ რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებზე წარსდგეს და პროდასალური ოპოზიცია და ცხადია ახალი ერთობა. სალამი. აი ბოლოცა. მოგესალმებით, მადლობა ნინუს ამ მოწვევისთვის. მადლობა თქვენ. პირველი პოლიტიკური ერთობა ფაქტია, რომ შედგა, თქვენ გქონდათ ერთობლივად სამ პოლიტიკურ პარტიას უკვე პირველი განცხადება. როგორ უნდა უზრუნველყოს ამ პოლიტიკურ მოცემულობაში ამ ერთობამ და უზრუნველყოფს თუ არა მთავარი მიზნის მიღწევა, ანუ იმ რეჟიმის შეცვლა, რომელიც ჩვენ გვაშორებს დასავლეთს და უკან მიგვათრევს რუსეთისკენ. მადლობა კიდევ ერთხელ მივესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს. საზოგადოებაში დიახაც მნიშვნელოვანი იყო ჩემის აზრით, ყოველ შემთხვევაში ჩემი სურვილი და დიდი ნაწილი ჩვენი მეგობრების სურვილი იყო, რომ არჩევნებამდე ოპოზიციას შეეთავაზებინა საზოგადოებისთვის არჩევანის მრავალფეროვნება ოპოზიციურ ველზე, მაგრამ ამავე დროს ყოფილიყო უზრუნველყოფილი მაქსიმალურად არც ერთი ოპოზიციური ხმა არ დაკარგულიყო, ანუ უზრუნველყოფილიყო პროცესი იმდაგვარი, რომელიც პრაქტიკულად გამორიცხავდა ოპოზიციური ხმის დაკარგვას და მე ვფიქრობ ამ გამოწვევებს ამ ერთობამ უპასუხა და ძალიან მინდა ვჯეროდეს, რომ ის რამდენიმე ოპოზიციური პარტია, რომელიც ჯერ ვერ ჩამოყალიბდა და გასაგებია და პატივიცემა მათ, თუ რომელ პოლიტიკურ ძლიერ ოპოზიციურ პლატფორმას დაუკავშირო საკუთარი მომავალი ან იპოვოს თავი ან თუნდაც შექმნას თავისი ძლიერი პლატფორმა სულ რამდენიმე არ ვიცი ხანში უახლოეს მომავალში საზოგადოებას ეცოდინება რომ არსებობს ქვეყანაში რამდენიმე ძლიერი ოპოზიციური პოლიტიკური პლატფორმა და არც ერთ ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეს არ ექნება განცდა რომ მისი რჩეული პოლიტიკური პარტია იბრძვის ბარიერის გადალახვისთვის და მე ვფიქრობ პოლიტიკურმა ძლიერმა ოპოზიციურმა ცენტრმა გირჩი დროა ახალის სახით უკვე ეს განაცხადი გააკეთა და ჩვენ ვიბრძოლებთ ძალიან მაღალი შედეგისთვის და ოპოზიციურ საერთო ყურადღებაში ვეცდებით და მე პირადად ჯერა რომ შედეგი იქნება ძალიან არასასიამოვნო აი ამ ერთობის ქართული ოცნებისთვის და ძალიან მისასალმებელი და სასიამოვნო ქართული საზოგადოებისთვის და ასევე მოიქცევა ყველა ოპოზიციური პარტია. არ იყო ადვილი პროცესი, რაღა დაგიმალოთ, ვინაიდან შეიძლება გარეთვალს სხვადასხვაგვარად ხონდა დანახული პარტია გირჩი, დროა, პარტია ახალი, ნაწილ შეიძლება იგონა რომ ეს იყო ან იქნებოდა ადვილი პროცესი გაერთიანებისა, ერთობისა ბევრი მიზეზის გამო, ნამდვილად არ იყო ადვილი პროცესი, თუმცა ჩვენ მე ვფიქრობ და ამით ვამაყობ, გამოვიჩინეთ ყოველ შემთხვევაში გვეყო საკმარისი გამბედაობა და შესაბამისად პასუხისმგებლობა. კი ბატონო, და თქვენ საუბრობდით ასევე ერთობის პრეზენტაცია, როცა შედგა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ლელოსთანაც და ვიცით ჩვენ ჟურნალისტებმაც და საზოგადოებისთვისაც ცნობილი იყო, რომ მოიაზრებოდა ლელო ამ ერთობაში ერთ-ერთ პარტიად. ახლა თუ მიმდინარეობს ისევ მოლაპარაკებები, რა ეტაპზეა და რატომ ვერ შედგა ეს ერთობა ლელოსთან ერთად? დიახ, მოლაპარაკებები საუბარი მიმდინარეობდა პრაქტიკულად ყველა ოპოზიციურ პარტიასთან და ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს მოლაპარაკებები დაიხურა, ანუ შეწყდა, უბრალოდ როდესაც შინაარზე, ფორმაზე და სტრატეგიაზე რამდენიმე პარტია ერთმანეთთან შეთანხმდა, მე ვფიქრობ, აქაც პასუხისმგებლობა გამოაჩინა და უმალვე, ანუ პარალელურად მოლაპარაკებებისა დასრულებისთანავე ვაცნობეთ საზოგადოებას ამის თაობაზე. ეს მოლაპარაკებები ალბათ გაგრძელდება რამდენიმე პარტიასთან, ან შეიძლება არ გაგრძელდეს, თუმცა სურვილი ნამდვილად გვექნება, რომ ეს მსხვილი ოპოზიციური პოლიტიკური ცენტრი, რომელიც ახლა წარმოდგენილია გირჩი, დროა, პარტია ახალის სახით კიდევ უფრო გამსხვილდება, თუმცა ჩვენ განწყობილება საბოლოოდ მივიღეთ, ეს პოლიტიკური ცენტრი იასპარეზებს საარჩევნო ნომერი 4-ით და ამ წუთის მდგომარეობით ჩვენ მთელი დღის განმავლობაში უпростоრად და ვიდრე ახლა მე თქვენ გესაუბრებით, კოლეგები მუშაობენ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებელია კიდევ უფრო შეთანხმებული იყოს ერთმანეთთან, ვინაიდან ელექტორატი განსხვავებული ყავს, ელექტორატი არის მრავალფეროვანი, სწრაფად დავიწყოთ აქტიური საარჩევნო კამპანია. ახლა ჩემთვის
ვინაიდან მე ვერთვები ხა თქვენს გადაცემას და პატივია ჩემთვის მნიშვნელოვანია ძალიან სწრაფად შედგეს კომუნიკაცია მჭიდრო, რაც ნამდვილად არ გვაკლია, მაგრამ რა თქმა უნდა ინტენსიური გახდება საზოგადოებასთან, ამორჩეველთან, უამრავი ადამიანი ჩამოყალიბებულია. თუმცა ჩაგეკითხებით ისევ კითხვის ერთი ნაწილი ლელოსთან თანამშრომლობის არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ პრემიერობის კანდიდატთან დაკავშირებით ვერ შედგა შეთანხმება და ამიტომ ვერ შედგა ერთობაც. არა, ეს ასე არ არის, უნდა ვთქვა, ჩვენ რა თქმა უნდა ბევრ საკითხთან დაკავშირებით გქონდა საუბარი, ხა მე ვფიქრობ დახურული მოლაპარაკებების ფორმატი ითვალისწინებს გაუთქმელობასაც და არც ვფიქრობ, რომ არის აუცილებელი ყველა იმ დეტალზე ვისაუბრო, რომელიც განიხილება ან მომავალში იქნება განხილული მთელ რიგ პარტიებს შორის, ამ შემთხვევაში პარტია ლელოსთან. ჩვენ პარტია ლელოსთან გვაკავშირებს საერთო მიზანი, ეს მიზანი არის შესაბამისობაში მოსული საზოგადოების უდიდეს ნაწილთან. მე თავში ვახსენე, რომ როგორც კი სტრატეგიაზე, ფორმაზე და შინაარსზე, ანუ ყველა კომპონენტზე შევთანხმდით და ასეთი პარტია სამი აღმოჩნდა, მაშინვე გამომდინარე იმ ვალდებულებიდან, რომელიც მათ შორის ხელშეკრულებითაც ჰქონდა აღებული, რომელსაც ხელი მოეწოდა ბრუსელში, 8 ივლისს იწურებოდა დრო, 9 ივლისს ჩვენ საზოგადოებას ამის შესახებ ვაცნობთ. მე მხოლოდ გამიხარდება მომავალში, გამომდინარე იქიდან პერსონალურად ძალიან დიდ პატივს ვცემ და მაქვს ამისი მრავალი მიზეზი, თუ რატომ უნდა მქონდეს დიდი პატივისცემა პარტია ლელოს ლიდერების მიმართ, მათ შორის მისი ამორჩევლების მიმართ, გამიხარდება თუ ჩვენ კიდევ უფრო გამრავლდებით და გამსხვილდებით, თუმცა არავინ არ უნდა წარმოაჩინოს, ყოველ შემთხვევაში არ უნდა ეცადოს, დაინტერესებული პირები არსებობენ, წარმოაჩინონ ის იმდაგვარად ვითარება თითქოს რაღაცა არ გამოვიდა, ვიდრე რაღაცა გამოვიდა, თუ თქვენ მე მკითხავდით ერთი თვის წინ, უნდა 3 კვირის წინ, ნაკლები იყო ალბათობა იმისა, რომ პარტია ახალი, პარტია გირჩი და პარტია დროა გამონახავდა სრულად საერთო ენას და ჩამოყალიბებდა ძლიერ პოლიტიკურ ცენზს, მაგრამ ეს მოხდა ყველა მხარემ მაქსიმალურად მოვინდომეთ და საზოგადოება შევთავაზეთ საკუთარი თავი, როგორც ძლიერმა ოპოზიციურმა პლატფორმამ. მე მჯერა, რომ პარტია ლელო იპოვის პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებს. კი ბატონო, თუ კი იქნება ეს გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტია, თუ ასეთი კონფიგურაცია იქნება. იცით რა, მე არ ვიცი საერთო ჯამში საბოლოო რა კონფიგურაციებით წარსდგებიან საზოგადოების წინაშე, ანუ ამორჩევლების წინაშე, დრო არც თუ ისე ბევრია, მაგრამ არც ცოტა ოპტიმალური არის დრო დარჩენილი. მე მივესალმები ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც პარტია ლელო მიიღებს, ეხლა პარტია გახარიას პარტიასთან დაკავშირებით ბევრს ვერაფერს ვერ გეტყვით, მე არ მიმაჩნია პირადად, რომ გახარიას პარტია რაიმე სახით მომავალში ყოველ შემთხვევაში მინდა მჯეროდეს არ ითანამშრომლებს ქართულ ოცნებას და მე მინდა ამის მჯეროდეს და მინდა საფუძველიც მქონდეს, ამიტომ ხა პარტია ლელოს როგორც პარტია და გახარიას პარტია თუ საერთო ენას ერთმანეთთან გამონახავდნენ, ეს ეჭვი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, მე ვფიქრობ თლიანად გაქაცდება უკვე გახარიას პარტიის სასარგებლოდ. არ ვიცი, ალბათ მათზეა დიდწილად დამოკიდებული, თუ საბოლოო ჯამში ისინი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუმცა მე წარმატებას ვუსურვებ, მიზანი ალბათ ერთი გვაქვს, შევცვალოთ ოლიგარქიული ხელისუფლება, შევცვალოთ ხელისუფლება, რომელმაც ზურგი აქცია ჩვენს ისტორიულ მისწრაფებებს და საერთაშორისო საუკეთესო მეგობრები ჩააყენა იმ მდგომარეობაში, როდესაც საბოლოოდ მათ მიიღეს გადაწყვეტილება მთელი რიგი მიმართულებით გაეწყვიტათ ურთიერთობა ქართული ოცნების გუნდთან, როგორც ხელისუფლებასთან. სხვა საკითხია, რამდენად ლეგიტიმურები არიან ისინი, მაგრამ ასია ახლა დღესდღეობით ისინი ცდილობენ ისაუბრონ ქართული ხალხის სახელით, პოლიტიკური კავშირებიც კი შეწყვიტა საერთაშორისო დონეზე, საერთაშორისო თანამეგობრობამ და მარტივად ძალიან გუწვად ღიად გვითხრა. შეიცვალეთ, გადასხვაფერდით, შეიტანეთ მეტი ნიშანი სახელმწიფოს ფუნქციონირების პროცესში დემოკრატიისა და ჩვენ მზად ვართ ქართველ ხალხს კიდევ უფრო მეტად დაუდგეთ გვერდში, თუმცა ისინი უარს ქართული ხალხის დასახვარებლად, რა თქმა უნდა, არ საუბრობენ
და არც ისაუბრობენ ამასთან დაკავშირებით. მაგრამ ის განაწყვეტილებები, რომელიც მიიღეს ამოჯამში რომ მარტივი ნარატივი და მარტივი წინადადებით, მოსაზრებით, სანამ არის ქართული ოცნება ხელისუფლებაში და მართვის სადავეებთან არც ერთი პასუხისმგებლიანი ევროპული პოლიტიკური ძალა და მათ შორის ბრიუსელიც, ვაშინგტონიც არ აპირებს თანაშრომლობას ქართულ ოცნებასთან. ამიტომ არავინ არ იყიდა ის საარაკუტყვილი, რომლის გაყიდვასაც ქართული ოცნება ცდილობდა რუსული კანონის ინიციირებიდან მოყოლებული, მისი მიღებით დასრულებული, რომ თითქოს იქ რაღაცა გაუმჭირვალე თანხები იხარჯება სამოქალაქო საზოგადოებაში, როდესაც დასავლური თანხა მხოლოდ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში სახელმწიფო უწყებებს 10-ჯერ მეტი გადაუჭარბებლად 10-ჯერ მეტი დაიხარჯა, როდესაც 11 წლის განმავლობაში, უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში ქართულ ოცნებას როგორც ხელისუფლებას დასავლური ინვესტიცია გრანტების სახით და კრედიტების, ძალიან იაფი გრანტებისა და კრედიტების სახით აქვს 26 მილიარდი ლარის ოდენობით მიღებული. კი ბატონო, და რო ამოვწუროთ ნიკა პოლიტიკური პარტიების კონფიგურაციის თემა აუცილებლად მინდა კითხოთ ევროპულ საქართველოსთან დაკავშირებითაც და შემდეგ საერთაშორისო პარტნიორებს დავუბრუნდეთ. ევროპული საქართველოს ლიდერის განცხადება ვნახეთ ჩვენ, სადაც ის ამბობდა გიგა ბოკერია, რომ ვერ შედგა მოლაპარაკება, თუმცა იყო პირადი დათქმები, პირადი საუბრების დროს ვერ შედგა ახალთან და ლელოსთან მათი მოლაპარაკება. შემდეგ უკვე თქვენ დასახელდით კონტაქტ პერსონად, რომ თქვენთან იყო მოლაპარაკებები, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. ფაქტია, ევროპული საქართველო არ არის ამ ერთობის რიგებში. შეგიძლიათ გითხრათ ამ მოლაპარაკებებში რა იყო ვერ შეთანხმების მიზეზი, რადგანაც თქვენს მიმართ გაჩნდა თავად პარტიაში კითხვები. მადლობა ამ შეკითხვისთვისაც. მე პრაქტიკულად იგივეს ვიტყვი, რაც ვთქვი ლელოსთან დაკავშირებით. უდასტურებ პატივისცემას ევროპულ საქართველოს ამ პარტიის ამორჩევლებსაც. დიახაც, მე მაქვს კომუნიკაცია და მინდა მომავალში ვქონდეს მათთან და მინდა ვისურვო ისინი ძლიერ პოლიტიკურ ფორმაში, ისევე როგორც პარტია ლელო, თუ მომავალში ან უახლოეს მომავალში შედგება ჩვენ შორის ეფექტური მოკლედ მოლაპარაკებები, რის შედეგადაც ჩვენ ყველა საკითხს შევათანხმებთ და ერთად ვიქნებით წამოდგენილი პოლიტიკურ ცენტრში, მე პირადად ვიქნები მხოლოდ და მხოლოდ მოხარული, თუმცა ეს არ არის არავითარ შემთხვევაში პოლიტიკური ტრაგედია. ევროპული საქართველოს როგორც პარტია ლელო, მე ვფიქრობ, საბოლოო ჯამში იპოვიან პოლიტიკურ პარტნიორებს. მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ თქვენის ნებართვით გავიმეორებ, რომ ძლიერი პოლიტიკური რამდენიმე ცენტრი ჩამოყალიბდეს. ჩვენი მხრივ ეს ნაბიჯი გადავდგით. თუ რამდენიმე დღეში ან თუნდაც კვირაში დამატებით კიდევ წინ ამ მიმართულებით მათ შორის ჩვენ წავიწევთ, მე ვფიქრობ, ეს არავის არ ეწყინება, თუმცა ევროპული საქართველოს და ლელოც რატომღაც ეჭვი არ მეპარება, რომ საბოლოო ჯამში იქნებიან ან ნაწილი ძლიერი პოლიტიკური პლატფორმისა, ან თავად შექმნიან ასეთ პლატფორმას, რომ ამორჩეველმა არჩევნებამდე შეინარჩუნოს არჩევანის შესაძლებლობა რამდენიმე ძლიერ პოლიტიკურ პლატფორმას შორის. დიახაც, კიდევ ერთხელ, არავინ არ უნდა იფიქროს, რომ რაღაცას ვერ მივახციეთ. პირიქით, მოხარულო გეუბნებით 2 კვირის წინ, ვერ წარმოვიდგენდით ალბათ. ნაკლები იყო იმის ალბათობა, რომ ახალი პარტია გირჩი და დროა საერთო ენას გამონახავდა, მაგრამ ეს მოხდა და ასევე არ უნდა გამიკვირდეს ალბათ მეც, რომ მომდენო 2 კვირის განმავლობაში კიდევ უფრო გამსხვილდეს ეს პლატფორმა და არაფერი არ არის გამოსარიცხი, ისევე როგორც ნამდვილად ახლა ვერ ვიტყვი დარწმუნებით და აპლომბით, რომ ეს აუცილებლად მოხდება ლელოსთან ლელოს შემთხვევაში და ევროპულ საქართველოს შემთხვევაში. მაგრამ რაც ცხადზე უცხადესია, არც ერთი ოპოზიციური პარტია არ უნდა იყოს მარტო ეულად წარმოდგენილი არჩევნებამდე, ვინაიდან სექტემბრის ბოლოს, განსაკუთრებით ოქტომბრის დასაწყისში, ნინუცა ამორჩეველი ძალიან რაციონალურად გამოიყენებს მის ერთ საარჩევნო ხმას. და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ის ხმა მიემართება იმ პოლიტიკური ცენტრისკენ, რომელიც კი არ იქნება დაკავებული ბარიერთან, საარჩევნო ბარიერთან, ჭიდაობაში კი არ იქნება გართული, არამედ იქნება გამომსხივებელი, იქნება ძლიერი და იქნება დამამარცხებელი ქართული ოცნებისა. და თუ კი მაინდა-მაინც
რა თქმა უნდა არ დავასახელებ არც ერთ ოპოზიციურ პარტიას და მის სახელწოდებას არ მოისურვებს ან მაქსიმალურ ძალისხმევას არ გაიღებს რომ გამსხვილდნენ და მარტო წარსდგებიან ამორჩევლის წინაშე და საფრთხის შემცველი იქნება მათი ასპარეზობა არჩევნებზე როგორც დამოუკიდებელი ოპოზიციური პარტია და ბარიერის ვერ გადალახვის შემთხვევაში შეიძლება ეს ხმები ოპოზიციური ხმები არათ უბრალოდ დაიკარგოს და გაიფანტოს არამედ დაემატოს ქართულ ოცნებას მე ვფიქრობ მეც როგორც ერთი პოლიტიკოსი ვალდებული ვიქნები სექტემბერში განსაკუთრებით ოქტომბრის თვეში საზოგადოებას ამასთან დაკავშირებითაც ვაცნობო და იმ რისკების შესახებ ინფორმაცია მივაწოდო და მე მჯერა რომ ნებისმიერი სხვა ოპოზიციური პარტიის ამორჩეველი მინიმუმ ორჯერ გაიაზრებს თუ ვის უნდა მიანიჭოს მისი ძვირფასი კი ბატონო და თქვენ არაერთხელ თქვით რომ ამ პროცესში ახლა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორი იქნება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების იდეის გარშემო ერთობა როგორ იმუშავებს ოპოზიცია და ხშირად გვესმის ხოლმე კრიტიკა რომ მაგალითად როდესაც არსებობს ქვეყანაში საპროტესტო მუხტი ვერ ახერხებს ამის გარდაქმნას ცვლილებებში ოპოზიცია ვერ ახერხებს ალტერნატივა შესთავაზოს გაბრაზებულ ამომრჩეველს ხელისუფლებაზე ეს არის ალბათ მთავარი დღის წესრიგში ახლა ოპოზიციური პარტიების რომ ალტერნატივა შეუქმნან ამომრჩეველს. იცით ეს ალტერნატივა დიახაც მე ვფიქრობ ჩვენ ალტერნატივა უკვე შევქმნით და პარტია გირჩი დრო ახალი იქნება ძლიერი ალტერნატივა როგორც პოლიტიკური ცენტრი იგივეს უსურვებს სხვა რამდენიმე პოლიტიკურ ცენტრს, უბრალოდ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარებულა და 2021 წელს ჰქონდა ბოლო არჩევნები ამ ქვეყანაში, სადაც არ ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება შორს იყო დამარცხებისგან. ძალიან ახლოს იყო, მეტიც მე ვფიქრობ, რომ მთელ დიდ ქალაქებში გამარჯვება მოიპოვა, უბრალოდ, უნდა ვაღიაროთ თქვენს ეთერში 2021 წელს, განსაკუთრებით 2020 წელს, საერთაშორისო მხარდაჭერა ქონდა გაცილებით მეტი ქართულ ოცნებას ვიდრე ქართულ ოპოზიციას. რასთან დაკავშირებით მე პირადადაც და მეგობრებსაც არანიშნეს მოგევით, მაგრამ გვისაუბრია უკანასკნელ პერიოდში ჩვენს საერთაშორისო კოლეგებთან და კომაგებთან. დიახაც შეგვხვდებათ ადამიანთა არც ისე მცირე ჯგუფი, რომელიც გეტყვის შენ ველზე და მოხარული ვარ მაგ ამის შესაძლებლობა ვიყო ძალიან აქტიური, უბრალოდ მომიწია თბილისში ყოფნა კვლავ უკანასკნელი 2 დღის განმავლობაში, რამდენიმე დღეში კვლავ მე თბილისს დავტოვებ და ვიქნები იქ, სადაც ახლა ვფიქრობ, რომ ახალი პარტია გის და დროასთან ერთად უნდა იყოს ძალიან აქტიური. კითხვები დაუსვამთ, იცით რა, ბიძინა ივანიშვილი არის ძალიან ბრუტალური ხელისუფლება, უკვე განსხვავებით 2020 წლისგან. მან გადაკვეთა ყველა დაშვებული და დაუშვებელი ზღვარი. რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება ამას ვერ დაეთანხმო, ეს ასე არის და ხომ არ გართულდება უფრო ამ ახალ გარემოებებში გამარჯვების მოპოვება. დიახ, იცით რა, ეს ასე არის ნამდვილად, განსხვავებით 2020 წლისგან, როდესაც ისინი ცდილობდნენ რომ შუალედი დაეჭერათ მათთვის სანატრელი ოქროს და წარმოიჩინათ საკუთარი თავი როგორც პროდასალური ძალა და არაპრორუსული ძალა, მაგრამ ამის შესაძლებლობა მათ აღარ მიეცათ გასაგები მიზეზების გამო, მათ შორის მას შემდეგ რაც პუტინი შეიჭრა უკრაინაში, მათ მოუწიათ ღიად პოზიციის დაფიქსირება და ეს არ იყო ცივილიზებული საზოგადოების მხარდაჭერი პოზიცია, მაგრამ მეორეს 2020 წელს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას და ევროკავშირის მხარდაჭერა მთლიანად ჰქონდა ქართულ ოცნებას და ჩვენი მართლაც ისტორიული მოკავშირეები არაცნობიერებდნენ ან არ უნდათ დარწმუნებულიყვნენ რომ ქართული ოცნება მზად იქნებოდა საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის მიმართულებით გადაედგათ კონკრეტული ნაბიჯები. ეს ასე მოხდა. ამიტომ, როდესაც ახლა საერთაშორისო მხარდაჭერა არის 100%-ით უკვე ქართული ხალხის სასარგებლოდ, საზოგადოებას ქვეყნის შიგნით აქვს მზადყოფნა, რომ დაამარცხოს ქართული ოცნება მათ შორის მეგობრების ქვეყნის გარეთ დახმარებით, ეს ძალიან დიდ სხვაობას იძლევა და მე 2000 უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნებისგან ამ რეალობას გამოვყოფდი, სულიად სხვაგვარი რეალობა, როდესაც 2020 წელს არჩევნები გაყალბდა და მას შემდეგ სამწუხაროდ მე აღმოჩნდი იქ, სადაც თანათავმჯდომარე სურვილი არ მქონდა, ხო, ციხეში საერთაშორისო თანამეგობრობის რაღაცა წარმომადგენლების ნაწილი პირიქით ცდილობდა ოპოზიციის რაღაც ყოველ შემთხვევაში მინიმუმ მათი ნაწილი წარმომადგენლებისა დაეწუნებიან, რომ საარჩევნო ბოიკოტი
საპარლამენტო ბოიკოტი უბრალოდ უნდა შეწყვეტილი იყო და მათ მიაღწიეს საწადეს რამაც რა თქმა უნდა ქართული ოცნების წისხლზე დაასხა წყალი. ამიტომ ახლა ჩვენ არ ვემზადებით პოსტ-არჩევნებისთვის, ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის. არჩევნები იქნება პროცესი, სადაც შეიცვლება ხელისუფლება, თუნდაც ასეთი ბრუტალური და ჩვენ არჩევანის შესაძლებლობა დავუტოვეთ ოპოზიციურ ველზე ქართულ ხალხს და ქართული ხალხის არჩევანი იქნება გადამწყვეტი. ჩვენ იმდენად დიდი სხვაობით უნდა გავიმარჯვოთ, იმდენად დიდი სხვაობა უნდა დაფიქსირდეს არჩევნებამდე ქართულ ოცნებასა და დანარჩენ ოპოზიციას შორის, რომ ხელიც კი არ წაუწდეს მასობრივი გაყალბების. კი ბატონო, და ამისთვის ხომ არ გეგმავთ რაიმე ოპოზიციური ერთობის შექმნას ხმების დასაცავად არჩევნებზე? სექტემბრის თვეში განსაკუთრებით ყველა ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ადამიანი უმრავლესობა მათგანი უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ოპოზიცია იგებს. კი ბატონო, ხმების დაცვას როგორ გეგმავთ? ესეც ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა იქნება ამ მუშაობისგან. და ამ მუშაობისთვის ვზადვართ, ამ შრომისთვის ვზადვართ, ვიმუშავებთ ბერს, ვიდრე ქართული ოცნება გავიმარჯვოთ. იმუშავებს ქართული ოცნება მეც ვიდრე ოპოზიცია გაიმარჯვებს, რაც ნამდვილად არ მინდა რომ ასე მოხდეს. ამიტომ ვაცნობიერებთ ამას. მე არ მინდა რომ არჩევნების დღეს, საარჩევნო ხმების დათვლის შემდეგ ოპოზიციას მოუწიოს ბრიფინგის ჩატარება და თქვას რომ საარჩევნო შედეგები არის გაყალბებული და შედეგები და მოუწოდოთ ხალხს ქუჩებში და ამისთვის თუ იქნება რაიმე ცენტრი, სადაც ერთობლივად შეეცდებით ოპოზიცია რომ დაიცვათ ამ მომრჩევლის ხმები. ახლა სხვაგვარად ქართული ოცნების მართვის სადავოებთან დარჩენა ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას რამდენიმე 10 წლეულით ეკარგება დასავლური პერსპექტივა, ხო? ეს ხო ცხადზე უცხადესია და მე არ ამგონია, რომ ქართული საზოგადოება მზად იყოს მიიღოს ოლიგარქი, როგორც ფეოდალი, თუნდაც მართვის სადავოებთან იმდენი წლით, რამდენიცაც მოისურვებს ივანიშვილი. და წელს 140,000 ახალი ამორჩეველი და განსაკუთრებით ახალგაზრდები პირველად მივლენ საარჩევნო ურნებთან. მათ ამის შესაძლებლობა არ მიეცათ ბოლოს 3 წლის განმავლობაში, ვინაიდან არჩევნები ბოლოს 2021 წელს ჩატარდა და ბოლოს 3 წლის განმავლობაში სამი თაობა გახდა სრულწლოვანი, შესაბამისად ხმის უფლებით არის აღჭურვილი და დიახაც ესეც იძლევა ძალიან დიდ სხვაობას. იძლევა ძალიან დიდ სხვაობას არა ოცნების სასარგებლოდ, არამედ ოპოზიციის სასარგებლოდ ადამიანები, რომლებიც აღარ არიან ქართული ოცნების მხარდაჭერები და ამორჩევლები, მას შემდეგ რაც ღია დეკლარირებოდ რუსთაველის გამზირზე ივანიშვილი. ნიკა, ბოლო კითხვა მექნება. რუსული და არა დასავლური, მის მისწრება არის რეგრესი და არა პროგრესი და ეხლა თანაჩვენი ჩვენზეა დამოკიდებული. როგორ უნდა გავიმარჯვოთ? ბევრი შრომით ვახსენეთ და მაქსიმალურად კი არა, ყველანი, ერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს სახლში. ყველა, ვისაც არ ექნება ეხლა საპატიო მიზეზი და ღმერთმა ყველა ჯანმრთელად ამყოფოს და ვინც ეხლა არ იქნება უბრალოდ რაღაცა ურგენტულ მდგომარეობაში, ან საავადმყოფოში, ან სხვა ვითარებაში, ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ეს დემოკრატიული ტალღა ივანიშვილის ხელისუფლებას კი არა ნებისმიერ კიდევ უფრო მკაცრ რეჟიმს წალეკავს და ამის ნიშნები ჩვენ ვნახეთ თბილისში ვნახეთ საქართველოში ბოლოს 3 თვის განმავლობაში, როდესაც 100,000 ადამიანი ჩემი ხმა რომ თვლიდა საჭიროდ და რა თქმა უნდა ეს ბუხტი იქნება შემოსებული, განვითარებული და გაზრდილი. ნიკა, თუ გესმით ჩემი ხმა, მე გეკითხებოდით, როგორ უნდა დაიცვათ ამ მომრჩევლის ხმები, ხომ არ გეგმავთ რაიმე ერთიანი ცენტრი შექმნას ამისთვის ოპოზიციური პროდასავლური პარტიები და ხომ არ გეგმავთ ამ ცენტრის ირგვლივ ასევე თავმოყრილი ოპოზიციური სპექტრი, თუ კი იქნება ასეთი საარჩევნო და ამ მომრჩევლის მობილიზებასაც? რა მადლობა ამ შეკითხვისთვის, მე მგონი არ მესმოდა, ეხა გავიგონე. რა თქმა უნდა ეს პოლიტიკური ცენტრები, როდესაც იქნება ამ პოლიტიკური ცენტრების და ჩვენი ცენტრის ფარგლებშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ხმის დაცვის კამპანია და შესაბამისი მექანიზმების ამუშავება, რაც შესაძლებლობას წაართმევს ქართულ ოცნებას, რომ გაგიყალბოს ხმა და რაც შესაძლებლობას გაგიჩენს, რომ ხმა დაიცვა და ასევე მოიქცევა სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პლატფორმები და ჩვენ შორის რა თქმა უნდა იქნება კოორდინაცია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ შევასრულოთ, თვალი გავუსწოროთ იმ ერთობის ქარტიას, რომელიც იქნა ხელმოწერილი თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ და მის ასე თქვათ სული ჩამდგმელად ხალბატონი სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი წარსდგა, რასაც ნამდვილად მივესალმები და როდესაც ქვეყანაში იქნება ვითარება, სადაც შესაძლებელი გახდება ჩატარდეს ობიექტური, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, როდესაც გატარდება მალევე და ესეც გაწერილია კონკრეტულად იმ ქარტიაში თუ რა არის შემდეგ უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში გამარჯვების თანავე, აი ამის შემდეგ მალევე უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები. ეს იქნება 2 წელიწადში თუ 3 წელიწადში თუ 1 წელიწადში, ეს ყველაფერი იქნება დამოკიდებული ოპერატიულობაზე იმ ოპოზიციური პოლიტიკური დემოკრატიული ძალებისა, რომლებიც გადაინაცვლებენ სახელმწიფო კოალიციურ მმართველობაში. თუმცა მეც ნამდვილად ვჯერა და ვიზიარებ სულისკვეთებას იმ ქარტიისა, სადაც წერია, რომ როგორც კი მზად ვიქნებით, ახალი არჩევნები ნამდვილად უნდა ჩატარდეს. ახლა ვართ ფორს-მაჟორულ რეალობაში, ვითარებაში, ქვეყანაში ტარდებოდეს თავისუფალი და ობიექტური არჩევნები, შესაძლებელი ეს პოლიტიკური ცენტრები არ შექმნილიყო და ალბათ არ შეიქმნებოდა, თუ შეიქმნებოდა, ნუ არა სპორადულად და არა ასე მასიურად, რაც იქნება და საჭიროება მოითხოვს ამისას. პრაგმატულ ნაბიჯებს ვდგამთ და როდესაც მურუსიძეს კლანისგან დაიცება სასამართლო ხელისუფლება, როდესაც საკანონმდებლო ორგანო იქნება ნამდვილად საკანონმდებლო ორგანო და არა სანოტარო ბიურო ივანიშვილისა და როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლება ნამდვილად ხალხის სამსახურში ჩადგება და როდესაც კოალიციური მთავრობით იქნება დაკომპლექტებული და ხელისუფლებაში ყოფნის დროს პარტიები საქმეში შეეჯიბრებიან ერთმანეთს, რატომ უნდა გახდეს აუცილებელი პარტიების გაერთიანება? პირიქით, ამის შემდეგ ერთპარტიულადაც თუ კი ვინმე გამარჯვებას მოიპოვებს, რაც ნაკლებად საუბრობთ, თუნდაც მოიპოვებს, ის პარტია ვერასოდეს ერთპიროვნულად ვერ ჩაიგდებს ხელს ვერცეთ სახელმწიფო შტოს, რაც ნამდვილად დღეს საუბრობთ არის სრულიად სხვაგვარად. ამიტომ პარტია გირჩი დროა ახალი წარსდგება საარჩევნო ნომერი 4-ით და ჩვენ არ ჩამოგვიყალიბებია ეს პოლიტიკური ცენტრი დაბალი ამბიციით. ჩვენ გვჯერა, რომ ძალიან მნიშვნელობა დიდ წვლილს შევიტანთ ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხებაში და განსხვავებული ელექტორატი თითოეული პარტიისა გაერთიანდება და ბევრ განსაკუთრებით დიდ ქალაქს ეს პოლიტიკური ცენტრი გაიმარჯვებს და გაიმარჯვებს კი ბატონო, დიდი მადლობა ხალხის სახელით, რაც არ უნდა ჩასაფრებული ესა თუ ის ადამიანი არსებობს განსაკუთრებით ქართული ოცნება. რა თქმა უნდა, მათ არ უხარიათ. ეხლა სამი ის პარტია გაერთიანდა მათ შორის, რომელსაც თბილისში მილიონნახევრიან ქალაქში აქვს საუკეთესო ელექტორალური მაჩვენებელი, ანუ კი ბატონო, დიდი მადლობა. ეს ენერგიების გაერთიანება გამოიწვევს სინერგიას. თუ კიდევ უფრო მსხვილები ვიქნებით, გითხარით, ხოლმე გამიხარდება და წარმატებები ყველას და წინ ევროპის გამარჯვებისკენ. მადლობა თქვენ. გისურვებთ წარმატებას. ნიკა მელიამ, პოლიტიკური პარტია ახალის თანათავმჯდომარე იყო ჩვენი სტუმარი და გვერდ